2025 წლის თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის თანახმად საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ბოლო 10 წლეულში თამბაქოს მოხმარება 33-დან 24%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. ამ საკითხებზე გვესაუბრება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო 3 წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც. თუ შევადარებთ 10 წლის უკან თქვათ იყო 33%, ახლა გვაქვს 24%, 9%-იანი კლებარი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დაახლოებით 200,000-მდე ადამიანი, რომელმაც ან დაანება თავი, ან არ დაიწყო ეს ერთობლივად ჯამში. საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ თვითონ 24% ჯერჯერობით კიდევ მაღალია. ბავშვებში გვაქვს და ახალგაზრდებში ზრდა თითქმის გაორმაგებულია 2019 წელთან შედარებით. თუ იყო 7% ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, ახლა არის 14%. და ეს მიუნიშნებს იმას, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამიტომ სასწრაფო ღონისძიებებია გასაკეთებელი, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის სრულად აკრძალვა. გიორგი ბახტურიძის განცხადებით არსებული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას. მისი განმარტებით მიზნის მისაღწევად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა ელექტრონულ სიგარეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ის ნაკლებად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არ არის სწორი. მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოქალაქეებს, რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც. ჩვენი ამოცანა არის, რომ 2040 წლისთვის 5%-ზე ნაკლები იყოს მოხმარება. შესაბამისი ეფექტური ზომებია მისაღები, მაგალითად ლეგალური ასაკის გაზრდა 18-დან 21 წლამდე, შემდგომ არომატიზატორების აკრძალვა ყველა ტიპის პროდუქტში, როგორიც არის ელექტრონული სიგარეტი, მათ შორის გასახურებელი თამბაქო, ჩვეულებრივი სიგარეტი და ასე შემდგომ. ასევე საცალო რეალიზაცია უნდა იყოს კონტროლირებადი და სანებართო სისტემა უნდა არსებობდეს, როგორც იყო ეს 2005 წლამდე. უნდა აღდგეს ეს სანებართო სისტემა, იმიტომ რომ ასეთი ლეტალური პროდუქტები, მათ შორის ფაქტიურად სხვაობა არანაირი არ არის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, როგორც ელექტრონული სიგარეტი, ასევე სიგარეტი იწვევს იმ ტიპის დაავადებებს, რაც ჩვეულებრივ სიგარეტთან არის ასოცირებული. ამიტომ ის ილუზია, რომ თითქოს ნაკლებად მავნია ელექტრონული სიგარეტი ან გასახურებელი სიგარეტი, ეს არის მითი. ამიტომ მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ყველა ამ პროდუქტზე უარის თქმა. არის შესაბამისი ცხელი ხაზის ნომერი 116.001, ასევე არიან სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ მიმართონ დამატებით, თუ კი ისინი თვითონ ვერ ახდენენ თავის დანებებას. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტზე უნდა იყოს მაღალი გადასახადი, ასევე რაც თქვით ჩვენ ეს ზომები უნდა იყოს გატარებული, რომ შევძლოთ ჩვენ ეფექტურად შემცირება ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარების და ეკონომიკური ტვირთის შემცირება ამავდროულად და გადავარჩინოთ ათასობით სიცოცხლე ყოველწლიურად.